დილამშვიდობისა, როგორ ბრძანდებით? მიესალმეთ ჩემს გენიალურეს და ულამაზეს კატას, რომელიც ყრუა, სხვათა შორის. და მე ალერგია მაქვს მასზე თან. მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ იაუქნეთ 11 წელია ჩემი ცხოვრებაში არის. ძალიან ლამაზი არის, შეატყობდით, უბრალოდ იცით რა არის? თვითონ ძალიან ალერგიულია ბევრ რაღაცაზე, მათ შორის კატის საჭმელზეც. რაღაც კონკრეტული საჭმელებზე ხანდახან ალერგია აქვს ხოლმე და ამის გამო ეს თვალებზე ესე აქვს. და ვერაფრით ვერ ვუშველთ მაგაზე, იმიტომ რომ ყველა საჭმელზე რომელიც ამისთვის არის, იმიტომ რომ კასტრირებული კი არა და მეორე რა დედრებს ასწუშებენ, დედალი არის. მისი სახელი არის ფიფქია. მაგრამ ყრუა. დაღლილი რატო არა, ამას ვეძებდი. მთელი სახლი გადავატრიალე. ტელევიზია პოვე. ბიჟო. ჩემი ლამაზი კუკუინე. არ ვიცი თქვენ რამდენად გიყვართ ცხოველები, მაგრამ მე ძალიან მიყვარს კატებიც და ძაღლებით. ძალიან ბევრი კატა მყავდა, ძალიან ბევრი ძაღლი მყავდა. მოკდა მგონი. მით გაიგეცი. დღეს ალბათ ყველაზე მოკლე ვიდეოს გადაღებას ვაპირებ, იმიტომ რომ დღეს მინდა ვისაუბრო სერიალებზე. საუკეთესო სერიალები რაც კი დედამიწაზე შექმნილა. ასე უნდა გასაკვირი იყოს ჩემი ფავორიტი სერიალი ერთ-ერთი ცხელი ძაღლია რა. ცხელი ძაღლის მესამე სეზონისნაირი ძალიან ბევრი რაღაცა არ ყოფილა დედამიწაზე. გადაღებული ჩემი აზრით. ძალიან კარგად არის სტორილაინი, ყველაფერი დალაგებული პერსონაჟები ძალიან კარგები არიან. ანუ შეიძლება მესამე სეზონი არ არის და მე მერევა, მაგრამ იმაზე ვგულისხმობ რა. აჭარაში რომ ხდება სიტუაცია, ეგ არის აი ტოპ. აი ჰასან ცეცხლაძის პერსონაჟი, თუნდაც კაკაურიძის პერსონაჟი, უჩაზერაგიას მსახიობი ვინც არის, ხო ვაფშე, აი ხელებს წერა. ეგეთი შესრულება, ანუ მაგ შესრულებას რაღაც სხვა ჭირდება რა. просто ძალიან დიდი რამდენიმე ხანია უკვე თვალი მტკივა რა, ეს თვალი მაწუხებს რა და მე ისედაც თუ არ იცით სათვალეს ხმარობდი. ჩემს ლოგოზეც სათვალე მიკეთია მე მგონი და მაგის გამო მიკეთია რომ ადრე სათვალეს ხმარობდი და ეგ ძველი სურათია რა. პარტიად რო აგიხსნათ. ეს უფრო კომფორტულია, რაღაცნაირად მაღლა ვიყავი და აი ძალიან დავიღალე. ამ კატის ძებნა არის ერთი პრობლემა. ეხლა დავიწყებთ ცემინებას. უბრალოდ რო იცოდეთ და ზიანსა ჯანმრთელობები დაწერეთ. კატაზეც და ძაღლზეც ალერგია მაქვს. მაგრამ კიდე არა, მაინც მყავს. უნდა მყავდეს. ეგრეა. დედამიწაზე ეგრე ვარ მოვლენილიო, მე უკატოდ და უძაღლოდ არ წარმომიდგენია ჩემი თავი. რომელიღაცა მაინც უნდა მყავდეს. რას ვიძახდი? ხო, სერიალებზე ვლაპარაკობ. სერიალებს რაც შეეხება, ჩემი ფავორიტი სერიალი არის ცხელი ძაღლი. ეხლა დამაცემინებს, სადღაც დამაცემინებს და არ გაიკვირდეთ. უცხოურ სერიალებს რაც შეეხება, მოკლე ვიდეო რატო უნდა გამოვიდეს რა, იმიტომ რომ მარტივად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. არსებობს ორი ძალიან კარგი სერიალი, ერთ-ერთი არის სოპრანოს კლანი, კამფეტი სერიალი, ისეთი რაც კარგია რომ არსებობს, რომ გადაიღეს ალბათ აი 10-დან 9.5 ეგეთი სერიალია და მეორე არის 10-დან 10 სერიალი Breaking Bad. ქართულად როგორ არის ეგეც არ ვიცი. ხო, Breaking Bad რა. მაგ ორივე სერიალში იმდენად კარგად ვითარდება მოვლენები, იმდენად კარგად ვითარდებიან პერსონაჟები, რომ ყველაფერი არის დალაგებული ისე როგორც უნდა იყოს. რეალურ ცხოვრებასთან ახლოსაც არის, ბევრი ბიუჯეტი არ ჭირდება. მე არ მიყვარს ისეთი სერიალები, აი დოხუია ფულს რო ხარჯავენ და მე რა ვიცი დრაკონები რო და აი Game of Thrones მე ეგრე არ მევასება, როგორც ყველას ევასება რა. ეს სამეფო კარის თამაშებს რო უყურე. მე მეგონა რომ Lord of the Rings უყურებდი, ბეჭდების ბრძანებას უყურებდი, ოღონდ ცუდ ვერსიას და სერიალად რა, ანუ აი ფილმები ხო არის, აი Limitless-ი არის ერთი ფილმი რა. რაღაცა NCT Ups კლაპავს რა. და ეგ ფილმი ხო ძალიან მაგარი არის, მის გავისაც გაქვთ ნახე და მეთანხმებით, მაგრამ ვისაც არ გაქვთ ნახე, ნახეთ. უსაზღურო ქართულად Limitless რა. ხო და მაგაზე ადგილას სერიალი გადაიღეს, თან ძალიან ცუდი ვერსია.
აი ზუსტად ეგრე მგონია, რომ ბეჭდების ბრძანებელი და Game of Thrones ერთ ეგრე არის რა. ძალიან კარგი და ცუდი ვერსია. ანუ ძალიან კარგი ფილმი და სერიალის ცუდი ვერსია. ანუ ხო ხვდებით დაახლოებით რა, ბევრი რაღაცა არის მსგავსება Game of Thrones-ში და მე მგონია, რომ Tolkien-ი იყო Game of Thrones-ის, რა ქვია, George R.R. Martin-ი, ხო? მე მგონი მაგის ინსპირაცია Tolkien-ი იყო რა, სხვანაირად არ გამოდის პროსტა რა. და ძალიან მაგარი სერიალი არის Sherlock-ი. ოღონდ ის ბატონი ბენედიქტი რო თამაშობს. აი ეგ სერიალი შეიძლება ვაფშე ყველაფერს მერჩივნოს რა. არა გვაქვს ისე ბევრი სერიალი რა. ქართველებს ძალიან ბევრი კარგი სერიალი გვაქვს, ძალიან ბევრი. ძალიან, აი, რა ვიცი, ყავადაულდი კაი არის. 27 დრაკონი კაი არის. ცხელძაღლი კაი არის. ძველ პერიოდში ვაფშე ასე იღებდნენ, ყველაფერი კაი იყო, მე მგონი. რომელიღაცა იმის ქუჩის რაღაცა ეგეც ძალიან კაი იყო, თუ სახლი რაღაც ქუჩაზე რა ერქვა არ მახსოვს. ანუ ეგენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მევასება. თან მე ვოლტერ ვაიტს რო ვგავარ, მაგ პონჩის უფრო მევასება რა, ანუ ეხა არ ვგავარ შეიძლება, მაგრამ როდესაც სათვალე მიკეთია ზუსტად ისეთი და ზუსტად ისეთი ქუდი მახურავს და პლანშეტს ისე მაქვს, ძალიან თამამად ვიძახი. Now, say my name. აი მაგ ფრაზას რა. I'm not in danger. I am the danger. ხო, ცოტა მოხიხმით მეყარს ხოლმე ეგეთ რაღაცების წარმოთქმა და მაგის გამო არ გამკითხოთ. ქართული სერიალები მაგრამ ევასება, მოკლედ მარტივად რო ახსნა შოუ ბიზნესი ისეთ დონეზე ყავს აყვანილი ქართველებს, რომ 3 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან დიდია. ანუ ჩვენ სერიალები ნებისმიერ ენაზე რო გადაითარგმნოს და რო აჩვენონ სხვა ქვეყანაში ყველას მოეწონება რა. არ მგონია რომ ვიღაც შუა ქალაქშიც მაგარი სერიალი იყო, კომედია იყო, მაგრამ მაინც მაგარი სერიალი იყო. ეგრე Big Bang Theory-ს ჩემი აზრით შეიძლება ჯობდეს კიდევაც არ ჯობია რა. Big Bang-ი ვაფშე სხვა დონეა. აი Friends-ი არ მევასება. Friends-ი ძალიან კომედია არის. Big Bang-ი უფრო ისაა რა, უფრო ინტელექტუალური კომედიაა, ბევრი საფიქრალი ხუმრობაცაა შიგნითან, ეს Sheldon-ის პერსონაჟი იმდენად კარგი და გასართობი არის, რომ რა ვიცი. თან ფიზიკა ცოტა თუ იცი, უფრო გესმის ხუმრობები რა, ეგ მევასება მანდ. ასტროფიზიკა თუ გესმის, ვაფშე ყველა შუქაზე იცი. შუა ქალაქში ძალიან კაი იყო, მაგრამ შუა ქალაქში რას დავაკვირდი, იცი? სავარაუდოდ Friends-ში და Big Bang Theory-შიც ეგრე იქნება, უბრალოდ აქამდე არ დავკვირვებულა რა. შუა ქალაქში ყველა პერსონაჟი ვინც არის, ადრე TikTok-ზეც დავწერე ამაზე ერთი ვიდეო. ყველა პერსონაჟი ვინც არის, ყველა ნაბოზარია რა. ანუ პერსონაჟები, ადამიანები კი არა, ვინც თამაშობენ. პერსონაჟები. ანუ გულისხმობ იმას, რომ ეს მარიკა არის გათხოვილი ქალი, პროსტა არაფერს არ აკეთებს, საჭმლის კეთება მაგან არ იცის, სახლის მილაგება მაგან არ იცის, სულ რაღაცა პრეტენზიები აქვს სახლზე, ამ ქმარს მაგარი უტრაკებს, სულ ის ქენია, ეს ქენიო. ეს ქმარიც ტიპური თანამდებობაზე მყოფი ლოთივო. სულ სვამს, რაღაც თანამდებობებზეა და რატომ იშნავენ თვითონაც არ იცის. რაღაც, ხო რა, ძალიან ცუდი როჟა არის რა. მაგრამ ყველა შედარებით ყველაზე კეთილი მანდ არის სანდრო. სანდრო პროსტა შტერია და მაგის გამო არის შედარებით კეთილი. თორე აი თამარი და ქეთევანი იმენა იმაზე არიან, ვის რა როგორ წაართვან. იმენა აი ნაბოზრები არიან რა. ჩემ მეზობელს ეგრე რომ ექცეოდეს, ჩემ მეზობელი ეგრე რომ ექცეოდეს, ალბათ გავხევთ ცემაში, მაგრამ ნუ ხო ხვდები ტიპი შემოდის, ლიზბი რაღაცა გაიტანოს შენი სახლიდან. მე თხოვდება და თავისი დედამთილია თუ სიდედრი რომელიღაცა რა არ ვიცი ეგ ვერ დავამოღებ. თავის დედამთილს სახლს ახებს ისე რომ თავის დასაც შეახვედროს რაღაც სახლი რა. მაგარი ნაბოზრები არიან. ანანო არა. დათოც მაგარი ისა, ბიჭო, არაფერს არ აკეთებს, საქმური ტიპიური, სხვის ხარჯზე მცხოვრები, მაგრამ და ეს რაღაცა ეგ იცი რომელი როჟა არის აი მოხევ ევროპაში და რაღაცა იქნა ეგეთი როჟა არის იდეაში დაახლოებით აი პარალელურად რო გავავლოთ ჩვენს რეალურ ცხოვრებას და ეგ როჟა არის რომ აი მაცა რა შეჭემ რაღაცას მივახცევ და მე ხო იცი არ დაგივიწყო და მე რაღაცას რო აღწევს თან მაგრა იყიდებს ამას
ერთადერთ სერიაში არის საყვარელი დათო ძალიან. თავის ცოლი რო ეუბნება იმ ქალს, მერი ქვია, არა მერი კაცო. მერი ის მეორე არის. ის მოადგილე რო ყავს, ირაკლის მოადგილე რო ყავს სოლად. ის გოგო ეუბნება რომ კაროჩეო ირაკლიო აქ აღარ დავინახო რა არც ეგ და არც მაგის ძმაკაცებიო და მე მოყავს ჩუბათ ეუბნება რა ვითომ დაიღალა ამის ყურებით და მაგ დღეს იჯვამს ირაკლი შეთანხმებულები არიან და მან დაიწყო ძალიან საყვარელი თან რაღაცის თქმა რომ უნდა და თანო ვერ ეუბნება იმიტომ რომ კეთილი ძალიან კარგი და კარგი მეგობარი არის ირაკლი იდეაში მაგისთვის რა როგორც მეგობრები ერთმანეთისთვის ასე თუ ისე კარგები არიან საბოლოო ჯამში არავის არ ტოვებს რა მაგრამ ყოველდღიურობაში ისეთ ცუდ რაღაცებს უკეთებენ ერთმანეთს და ისეთ ცუდ რაღაცებს უკეთებენ სხვაებს და აი ჭორიკნები და აი და ის და ეს ძალიან ეძღებიან ან პერსონაჟები. Პროსტას მაგას სანამ არ უყურე გააზრებულმა და ჩამოყალიბებულ ლასაკში იქამდე ვერ მივხვდი მაგალითად. ეხლა თქვენ რო უყუროთ შუაქალაქს თქვენც თავიდან გაიაზრებთ რომ მაგარი ტრაკები არიან. ფიზო მოდი ჯებთან. მოდი ჯებთან მოდი აქ. მოდი აქ მოდი. მოდი აი მოვიდა. მოდი აქ ხო და ეგეთი პონტი არის რა მე ძალიან არ მევასება ეგეთი ადამიანები რა როგორებით შუაქალაქში არიან ტრაკს ნუ მიშვერ სხვათა შორის თუ არიცით კატა თუ ტრაკს გიშვერთ ესე იგი გენდობათ ხო ადამიანებს ეგრეა იდეაში ტრაკი თუ მოგიშვეროთ ვიღაცამ ალბათ გენდობათ ახლა ისე ხო არ მოგიშვერდათ ხო რად ვიყავი ხო შუაქალაქი გავშიფრეთ შუაქალაქზე უკეთესი არის ბევრად ცხელი ძაღლი მაგ კუთხით რა მაგრამ ჩიფსების თაობაც კარგი სერიალი იყო. ჩიფსების თაობაშიც არ იყვნენ ნაბოზრები ეს ადამიანები, ყველანი ისინი იყვნენ. ერთმანეთის მართლა კაი მეგობრები იყვნენ, ერთი დოლჩე იყო გამოყლებული რა. კაი, ჰო. ეჩემა დაჯე. ხო ძალიან ლამაზი არის. იმედია ხვდებით რამდენად ლამაზი არის ჩემი პისუნია. და რამდენად თბილია დაწვა ჩემზე. მოკლე ვიდეო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი არ გამოვა ჩემი კატის ინტეგრაციიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ამირია თავგზა ეხა რომ მოვიდა. სხვათა შორის დამაცადე. ერთი კროტონი აი გაგონე ხალხს როგორ კროტონები. წანდით ბოდიში ამას რომ ვერ მოვჭრიმ რა. აი საყვალოა მე მგონი. ხო. სად ვიყავი? მოკლედ რომ ვთქვა, ქართული სერიალები იმაზე ბევრად უფრო კარგებია, ვიდრე უნდა იყოს რა. ბევრად უფრო კარგები არის. ხო და უცხოური სერიალები დაბალ ბიუჯეტიანები უფრო მევასება რა. იმიტომ რომ შინაარსზე უნდა უწევთ. ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ იციან რომ სპეციფექტებს ვერ იზავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რა იყო რა შეგიყვარდი ასე ძალიან ბიჭო გოგო წერზე რასა საცილო კატა რაღაცა გქონდა იმ დღეს მიმინო მოვიდა ჩემს სახლში აივანზე იჯდა და ეს და ის გაჩაობდნენ მიმინო კი არა კირკი და არის მე მგონი რაღაცა ისეთი ჩიტი არის მონადირე ჩიტი რა სხვა ჩიტებზე ვერ ნადირობს ხო და მოკლედ მარტივად უნდა შევთანხმდეთ რომ Breaking Bad არის მსოფლიოს საუკეთესო სერიალი იმიტომ რომ რა ხარჯით გასწიეს იმასთან შედარებით 10 მილიარდჯერ უკეთესი არის რა მაგ ხარჯით Game of Thrones რო გადაიღოთ იქნებოდა რაღაცა ისა რა ვიცი ის რო არის პერსევსის შვილიო თუ რაღაცა დებილი ფილმი რო არის ვიღაცის შვილი რო არის პოსეიდონის ბავშვი რო არის დარბის აკეთიკით ნიუ-იორკში აი ეგეთი დონის დებილი ფილმი გამოვიდოდა რა ქვია მაგ ფილმს აღარ მახსოვს და Game of Thrones არ მევასება hot take-ებს გეუბნებით მაგაზე კაი რა უნდა გითხრათ რა შეგიძლიათ გადამიაროთ კომენტარებში რას ქვია Game of Thrones არ გევასება აი Lord of the Rings-ი რო ნახოთ თუ ნახი არ გაქვთ მიხვდებით რომ Lord of the Rings ძალიან გავს და Lord of the Rings რაც გავს Lord of the Rings-ი მირჩევნია იმას უეჭველი რა ჩაბაჭო თან მაგრა არ მევასება
არასაჭირო სექსის სცენებს რო ტენიან ხოლმე იმეებში. აი ნათლიაშიც ხო არის სექსის სცენა ერთგან, მაგრამ ნათლიაში ისე არის ინტეგრირებული, რომ რეალურია და და აი პროსტა აი ეს რაღაცა თავისი ქალაქის ბედის გადაწყვეტაზე არის მიმდგარი საქმე და უცებ ბახ და სექსი წავენ. უაზრობა გოიმობაა პროსტა რა. ანუ არ უნდა გჭირდებოდეს, როცა სერიალს იღებ, არ უნდა გჭირდებოდეს ძუძუების გამოჩენა იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს შენი სერიალი. და შენი სერიალი სანამ ვიღაცა ნახავს, არ უნდა იცოდეს იქიდან, რომ აი აქ ბევრი ძუძუ ჩანს რა. იმიტომ რომ შენ საკუთარ იმას აყენებ შეურაცხყოფას, მე ეგრე მგონია რა, შენ საკუთარ ქმნილებას და ხელოვნების ნიმუშს. კიდე სად ვიყავი? კიდე რაღაცით მომდა. აი შერლოკი არის ის, რაც ყოველ წელს რო ნახო ადამიანმა, მაინც გაგისწორდება რა. მე ყოველწლიურად ერთხელ მაინც უყურებ ხოლმე. და ძალიან მევასე. Under the Dome იყო ერთი გუმბათის ქვეშ. ეგეთი სერიალი დაიწყეს, მაგრამ მე გაჩერდნენ სავით, არ ვიცი რა მოვიდა, მაგრამ ძალიან მაგარი იდეა იდო რა იმაში. დაბალ ბიუჯეტური გოიმობა ის იყო. გადაღებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე მომწონდა. Prison Break იყო პირველი ამდენიმე სერია, სეზონი ძალიან კაი. მე ეგ მექსიკაში რო დარბოდნენ, ეგ უკვე აღარ მევასებოდა. თან სხვათა შორის Prison Break-ში თიბეგი რო არის პერსონაჟი, ყველაზე ნაბოზარი ვინცა, მაგისი მოკლას აპირებდა რეჟისორი. მაგრამ იმდან დაევასა კამანდას, რომ ბოლოს აღარ მოკლა და სხვათა შორის მაგრა ასრულებდა ის კაცი რა, აი მაგრა ასრულებდა. რამე კაი სერიალი თუ არის ისეთი დარკი არის ძალიან კარგი სერიალი და ჩემი Dark Flash-ი მაგის გამო მეჩხუბებოდა. აი Flash-ი არის გოიმობა სერიალი, მაგრამ მაინც უყურებდი, იმიტომ რომ Flash-ი იყო რა. Просто მაგათაც გაექცათ ბოლოს. აი რაღაც ტაიმლაინებში რო ირევიან და აი ეს გადავიღეთ თუ არა რო აღარ იცოდნენ რა. ყველა ერთ და იგივე სერია შეიძლება იყოს სამ სხვადასხვა ტაიმლაინში და გატყუებენ რომ ვითომ სხვა სერია არის და გოიმობაა ეგეც რა. ლეგიონი არის ძალიან მაგარი სერიალი. აი ლეგიონს გირჩევდით რა, თან მოკლეა, თან ისეთია, თან ასეთია. ფსიქოლოგიური უფრო არის, არა და იდეაში სუპერ გმირზე არის. სუპერ გმირზე არა, უფრო ვილეინზეა, მაგრამ მტერზე, ან ბოროტ მოქმედზე. მარჭობ შეჩემა, ნუ მარჭობ. ხო. ლეგიონის აუცილებლად სანახავი არის, მე თუ მკითხოთ. ლეგიონის გარდა კიდე რა შეიძლება რომ გირჩიოთ, ისეთი რაც შეიძლება თქვენი ნანახი არ გქონდეთ. მე ბევრი სერიალი მაქვს ნანახი ჩემ და სამწუხაროდ. ბევრი დრო მაქვს მაგაზე დახარჯული. ტკივო. ბევრი დრო მაქვს მაგაზე დახარჯული და კიდე დავხარჯავ დიდი ალბათობით. ლო. ისურვებთ რომ ერთი გადაკავდეთ აუცილებლად ოჯახში. იმიტომ რომ მაგარი ანტიდეპრესანტი არის. ამაზე კაი ანტიდეპრესანტი არც ერთ იმაში არ იყიდება აფთიაქში. ხუჭუ. მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოში მაგრა და გვაქვს შოუ ბიზნესი განვითარებული. ოღონდ სერიალების კუთხით უფრო მეტად, იმიტომ რომ შედარებით დაბალი ბიუჯეტი ჭირდება ხოლმე ვიდრე ფილმებს. ფილმების გადაღება ბევრად უფრო რთულია და ფილმში თუ რაღაც გოიმი კადრია, უფრო მეტად ემჩნევა ვიდრე სერიალში. სერიალში სულ გოიმი კადრები რო იყოს, ეგუები რაღაც ეტაპზე რა. ეგ ერთი ვთქვით. მეორე. მსოფლიოს საუკეთესო სერიალი ჩემი აზრით არის Breaking Bad-ი, მას მერე Soprano და შემდეგ უკვე Benedict Cumberbatch-ის Sherlock. ვინ შემედავება შემედავეთ. ძალიან დიდი პრობლემა კი არა და ძალიან დიდი ისმის სურვილი მექნება რომ მაგაზე ვიდაოთ. Просто Sherlock-ი აი რა მაგრა თამაშობს თან. ოღონდ უნდა უსმინოთ მე ზოგადად რა შვები ხოლმე, იცი? ოსკაროსანი ფილმებიც რო იჩითება, ფილმებს უყურებ ორიგინალში, რომ მივხვდე მსახიობი რამდენად შეიძლება იმსახურებდეს ოსკარს ხოლმე რა. და ეგრე უყურეთ, ორიგინალში უყურეთ, ბევრად უფრო ასწავლებს. ინგლისურსაც რაღაც ეტაპზე ავტომატურად დავამოყავებთ რა. მე ემინემის გამო ვისწავლე ინგლისური, მაგრამ მაინც. მე სერიალებმაც რა თქმა უნდა თავისი იქნა. ბევრად უფრო პრაქტიკის პონტია რაც ჩათვალეთ რომ ვიღაცას ესაუბრებთ. ანუ ვიღაცა გესაუბრებათ და თქვენ ისმენთ. აი, კარგად იყავით ხვალამდე. იმედია ჩემი გადავოდეს მე აქედან ადგება, ხო? რო გავთიშოთ. თუ არა მგონი. ვა, გაგეჭედა ბჭყალი?
დებილო შენ? ო, მოგალახთ და უკეთეს. ამის ინტეგრაციები თუ დაგჭირდებათ და რეკეთ და გათხოვებთ. ხო ჯაყვალ ბოჯოლო, ხო. და ეს გამიშოშეჭა. მიყვარხართ, კარგად იყავით, არხი გამოიწერეთ თუ გნებავთ, თუ არ გნებავთ, არ გამოიწეროთ. დღევანდელი საუბარი მე მგონი კარგი ნაყოფიერი და გემრიელი იყო, ჩემი კატისთვის განსაკუთრებით. ალერგია მაქვს.